თბილისში თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლების პროცესი გრძელდება. ადგილზე ვითარება დღის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის იყო სიტყვიერი შელაპარაკება და ეგრეთ წოდებული ფიზიკური შეხლა-შემოხლა. მახსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, შენობა ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია, რასაც მათი თქმით ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც. ცოტა ხნის წინ ადგილზე სიტუაცია სპეცტექნიკის შეყვანის დროს დაიძაბა. ერთი ადამიანი სახურავიდან გადმოხტომითაც იმუქრებოდა. შალვა სუმბაძე მუშაობს დილიდან ადგილზე და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის. შალვა, რა ვითარებაა ახლა? საბედნიეროდ იმ მოქალაქის ჩამოყვანა, რომელიც სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, მალევე მოახერხეს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა. ის თავდაპირველად სახურავზე იყო, თუმცა შემდგომ უკვე გადავიდა ხეზე და სწორედ ამ ხიდან გადმოხტომას აპირებდა. თუ მისი პირობები არ დაკმაყოფილდებოდა, ეს მოთხოვნა და პირობა კი იყო ის, რომ სპეცტექნიკას დაეტოვებინა ტერიტორია. საბოლოოდ შეთანხმება მოხერხდა მოქალაქესთან და მან მისი ჩამოყვანა უნებლად მოხერხდა ხიდან და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რაც შეეხება აქ არსებულ ვითარებას. დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაიძაბა მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება, მათ შორის რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთხელ მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, მათ შორის რომლის დროსაც ერთ-ერთი მოქალაქე ასევე პოლიციამ განარიდა ტერიტორიას. მიზეზი იყო სპეცტექნიკა, რომელიც აქ შევიდა. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ არ მისცემდნენ საშუალებას ამ სპეცტექნიკას, რომ დაენგრია მათი კუთვნილი სახლები. რაც შეეხება მოქალაქეთა მეორე ნაწილს, რომელიც დღეს ამ წუთებში უკვე აქ აღარ იმყოფება, მათ განაცხადეს, რომ ისინი ჩართული იყვნენ მოლაპარაკებების პროცესში და მათი მოთხოვნები მეტნაკლებად დაკმაყოფილდა. ზოგიერთი ნაწილის დაკმაყოფილება მოხდა დროებით ქირით, ასევე როგორც გაირკვა მოქალაქეების ნაწილმა მიიღო პროგრამით, ასე ვთქვათ, შეთავაზება, რომ სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში მოხდეს მათი გასახლება. ჯამში 100-მდე ოჯახი იყო ტერიტორიაზე, რომელიც აქ ცხოვრობდა. ამ 4 კორპუსში, რომელიც ავარიულია 4-ვე, მათი უმრავლესობა, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მათ უმრავლესობასთან უფრო ზუსტად მოხერხდა დალაპარაკება და მათთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზება, მათ შორის კომპანიაშიც, რომელმაც შეისყიდა ეს ტერიტორია, განმარტავენ, რომ მათ შესთავაზეს ალტერნატიული ფართი და ისინიც მზად არიან, რომ თუ კი ვინმეს დაკმაყოფილება არ მოხერხდა, კვლავაც შედგეს დამატებითი მოლაპარაკება და მათი დაკმაყოფილებაც მოხერხდეს, თუმცა დარჩა ოჯახების ის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე არის მიმდებარე ტერიტორიაზე, თვალჭრელიძის ქუჩაზე და არაპირებს დატოვოს ეს ტერიტორია იქამდე, ვიდრე მათ მისცემენ ამის შესაძლებლობას. ისინი ამბობენ, რომ გააგრძელებენ ამ ტერიტორიაზე ყოფნას. ისინი ასევე ამბობენ, რომ თუ კი ამ ტერიტორიაზე მათ აღარ ექნებათ დადგომის შესაძლებლობა, ისინი გადაინაცვლებენ მერიასთან. ასევე დღეს დილიდან სატვირთო მანქანები არის შესული ტერიტორიაზე და იმ მოქალაქეებთან, ვისთანაც მოხერხდა შეთანხმება, ხდება მათთვის მოძრავი ქონების გადატანა ახალ ალტერნატიულ ფართებში. როგორი დაანგრეული შენობებია, ეს შენობები თავის საკუთარი სახსრებით აქვთ, ამაც ყველაფერი გარემონტებული. ნივთები აქვს შიგნით ნაწილს შეტანილი და ნაწილის უკვე გარეთ გამოყარეს, რომლებიც დიდი ალბათობით დაზიანებულია უკვე ყველაფერი. რამოდენიმე თვის უკვე რო იყო დაგეგმილი, მაშინ ჩაბარდა შეტყობინება და გადაიდო ის აღსრულება, იძულებითი აღსრულება და დღეს არავის არ ჩაბარებია. დღეს უნდა მოსულიყვნენ, როგორც თქვეს და როგორც ამბობენ, მორიგების მიზნით, თუმცა კი ვხედავთ ყველას რა ფაქტთან გვაქვს საქმე და ეხლა ვიყავი შესული იმასთან დაკავშირებით, რომ ვისაც თავისი ნივთებია, კარებია, ფანჯარა არის, რომ მოახდინონ თვითონ დემონტაჟი და ესენი მაინც არ განადგურდეს და რაღაც მაინც გადაარჩინონ ადამიანმა.
აღსრულების ბიუროს მოქალაქეების გამოსახლების ორი მთავარი წინაპირობა აქვს. ერთის მხრივ არის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც შავი კარკასის მდგომარეობაში არსებული 4 შენობა-ნაგებობა, უფრო ზუსტად 5 შენობა-ნაგებობებიდან 5-ვე არის მეოთხე კატეგორიის ავარიულობის, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ მოსახლეობისთვის ცხოვრება არის სიცოცხლისთვის საშიში და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს გამოსახლების პროცესი დაიწყო, სწორედ ეს არის აღსრულების ბიუროს განმარტებით. მეორეს მხრივ კი არსებობს კერძო მესაკუთრე, რომელმაც ეს ტერიტორია შეიძინა, აქ აპირებს გარკვეული პროექტის განხორციელებას და მას აქვს სასამართლო დადგენილება, რომლის მიხედვითაც მოთხოვნილია ამ ტერიტორიის გათავისუფლება და აღსრულების ფურცლის საფუძველზე სწორედ ხდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში მოლაპარაკებები, რომ ამ მოქალაქეებს დაეტოვებინათ ტერიტორია, თუმცა ეს მოლაპარაკება არ შედგა. ბოლოს, როგორც ჩვენ განგვიმარტეს, 2 თვის წინ შედგა ასეთი მოლაპარაკება და მოქალაქეებმა ითხოვეს 1 თვის ვადა იმისთვის, რომ გარკვეულ შედეგებამდე მისულიყო ეს მოლაპარაკება, თუმცა როგორც გვითხრა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, კიდევ 2 თვით გადავარდა შემდგომში ეს მოლაპარაკებები, ამაზე დათანხმდა მესაკუთრეც, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ მოხერხდა შეთანხმება. ასევე დღეს კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა სხვა პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელებმაც, მათ შორის თბილისის მერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისში რეგისტრირებული 9 მოქალაქეა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ამ 9 მოქალაქესთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მათ შორის 2-თან შეთანხმება უკვე მოხერხდა კონკრეტულ შეთავაზებაზე, დარჩენილია კიდევ 7 ადამიანი. ასევე ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა კომენტარი, რომელმაც განმარტა იმ სხვა პროგრამებზე, რომელი პროგრამით სარგებლობაც შეთავაზებული იქნა მოქალაქეებისთვის და როგორც ჩვენ ვიცით, მათ უმრავლესობასთან უკვე მოხერხდა მოლაპარაკება და მათი უმრავლესობა დაკმაყოფილდა ალტერნატიული ფართით. ამ დროისთვის უმეტეს მათგანთან მიღწეული იქნა მოლაპარაკება და მათი მოძრავი ნივთების გადატანა მოხდა მათ მიერ მითებულ მისამართზე. რაც შეეხება ერთეულ შემთხვევებს, მოგახსენეთ უკვე, რომ გრძელდება მიმდინარეობს დაცლა უძრავი ქონებების და ასევე გრძელდება შესაბამისი უწყებების მიერ მათ მიერ მოთხოვნილი დახმარებების საკითხის განხილვა. თვითონ მდგომარეობა არის ესეთი, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით საკუთრების უფლებასაც დასუჭირდება და იმავდროულად ბუნებრივია აქცენტი უნდა გქონდეს გაკეთებული იმაზე, რომ უსაფრთხო არ არის ამ ადამიანების იმ შენობაში ყოფნა და მათივე უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ შენობის მდგომარეობა არ იძლევა იქ უსაფრთხოდ ყოფნის შესაძლებლობას. და მეორე ფაქტორი, რა თქმა უნდა, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, ეს არის ის გარემოება, რომ სახელმწიფოს აქვს გარკვეული მოვალეობა, ეს სამართლებრივი სახელმწიფოა და ბუნებრივია, რომ გარკვეული ნორმები მოითხოვს აუცილებლად დაცვა. დევნილებთან მიმართებაში რაც შეიძლება ითქვას, ეს არ არის, რა თქმა უნდა, ეს ყველა მოქალაქე, რომელიც იქ იმყოფება დღეს, ის არ არიან ყველა დევნილები, მათი რიცხვი საბოლოო ჯამში არის 58, რაც იდენტიფიცირებულია. ეს მცირე ნაწილია, რა თქმა უნდა, მთლიანად აქ შესული ადამიანებისა და მათგან უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ დიდ ნაწილთან მიმართებაში, პრაქტიკულად ნახევართან მიმართებაში სახელმწიფოს უკვე აქვს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე კონკრეტული გადაწყვეტილება, კონკრეტული არ თუ შეთავაზება, არამედ კონკრეტული უძრავი ნივთების გადაცემის თვალსაზრისით ვალდებულება შესრულებული. რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, დიდ ნაწილთან მიმართებაში, პრაქტიკულად უდიდეს უმრავლესობასთან მიმართებაში არის კონკრეტული პროექტები, კონკრეტული განაცხადები, რომელიც განხილვის პროცესშია. მერიასთან დაკავშირებით გაჟღერდა ძალიან ბევრი ბრალდებული მერია, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაფერს შუაში არ არის. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. კერძო საკუთრებას მოგებული აქვს აღნიშნული დავა. ამ შენობა-ნაგებობაში იყო შეჭრილი ადამიანების გარკვეული რაოდენობა, შენობა არის ავარიული. შესაბამისად საჭიროა მისი გამოთავისუფლება. პირველ რიგში გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, არის ავარიულიც და ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდება მათი გამოყვანა. სხვათა შორის არის 9 ოჯახი, რომელიც თბილისში არის რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა, ქირით გაყვანა, 2 უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებული წინადადებებით, დანარჩენებმა არ დაეთანხმნენ.
ჯამში 100-მდე ოჯახია, 200-ზე მეტი მოქალაქე, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა. გამოსახლების პროცედურა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკა, ასევე სატვირთო მანქანები შესულია, რათა მოქალაქეების მოძრავი ქონება უფრო ზუსტად გადაადგილონ იმ ტერიტორიაზე, სადაც ახალი სახლები იქნება მათთვის, ზოგიერთისთვის შეთავაზებული ქირით, ზოგიერთი სხვა პროგრამით დაკმაყოფილებული. ბუნებრივია, ჩვენც ვრჩებით ადგილზე, ვიდრე მიმდინარეობს გამოსახლების პროცესი და მოვლენათა განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით. მადლობა, პირდაპირ ეთერში შალვა სუმბაძე საუბრობდა.